კუჭნაწლავის გაწმენდა გინდა? და როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა? გამოიწერეთ ჩემი არხი და ვიდეოს შენახვა ან გაზიარებაც არ დაგავიწყდეთ ჩემო ძვირფასებო, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მწერს ცალ-ცალკე, რომ ვერ ვნახულობ თქვენს ვიდეოებს, ვერ პოულობ, იქნებ ჩამიგდოთ პირადში, ამიტომ გადაუზიარეთ ყველას. თუ კი რამე რჩევებს დავდებ, ეს იქნება კვებასთან დაკავშირებით, თუ ეს იქნება სახის მოვლასთან დაკავშირებით და გავაკეთოთ სიკეთე ერთმანეთისთვის. ეხლა რაც შეეხება კუჭნაწლავს და მის პრობლემებს. დღეს 21 საუკუნეში ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს კუჭნაწლავის პრობლემები. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენი ორგანიზმი და ჩვენი კუჭნაწლავი მზად არის იმისთვის, რომ დავეხმაროთ ამ ყველაფრის გასანთავისუფლებლად. ოღონდ მეთოდები უნდა შევცვალოთ, იცით როგორი? ამას არ ჭირდება რაღაც გამოწერილი ჩაი, აბები, კაფსულები, რაღაც ფხვნილები, რაღაცა საიტებზე გაწევრიანება იმის გულისთვის, რომ თითქოს რამე წმინდავს. ეს ყველაფერი ტყუილია, ჩემო კარგებო, იცით რატომ? რამ უნდა გაწმინდოს თქვენი ორგანიზმი? რაღაცა დეტოქსმა? რომელიც არ ვიცით საერთოდ ვისგან არის, რისგან არის, არა ლიცენზირებულია საერთოდ ვინ არის გამომშვები, ხო? ქვეყანა არ ვიცით და ქალაქი. ყველაფერი მოდის ჩემო კარგებო კვებით. უნდა იკვებოთ სწორად, უნდა იკვებოთ ჯანსაღად. უნდა იკვებოთ დაბალანსებურად. რო იცით რაც გწყენთ პირობითად, ხო? რო იცით ჭამის შემდეგ რისგან გაქვთ დისკომფორტი, ეს იქნება რაღაცა ისეთი მავნე პროდუქტი, რაც ზუსტად იცი, რომ მისი ჭამის შემდეგ გამოიწვიოს ყველაფერი, ის მეორეჯერ აღარ უნდა გააკეთოთ. რა ხნა ჩვენმა ორგანოებმა ენა არ აქვს და ვერ ისაუბრებს, ხო? ამიტომ ეცადეთ, ჩემო კარგებო. რაღაცა ჩაიში და აბებში ნუ ნახულობთ იმის გამოსავალს, რომ კუჭნაწლავი გაგეწმინდებათ და თუნდაც წონაში დაიკლებთ, არა, ჩემო კარგო, ყველაფერი არის კვება. რა თქმა უნდა, ორგანიზმს ჭირდება დეტოქსიკაცია, მაგრამ სწორი გზა უნდა აერჩიოთ, ხვდებით, ზუსტად უნდა იყოთ დარწმუნებული. რომელი მეთოდი სცადო, რომელია უფრო გამართლებული, ის რომ 2 წელია შემოსულია საქართველოში, თუ ის რომ 50 წელია, ხვდებით? ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ შეძლებს დაგვარად შეუწყოთ თქვენს თავს ხელი, იკვებეთ ჯანსაღად, ბოსტნეული მირთვით, ბევრი მწვანილი მიიღეთ, ბევრი ცოცხალი სალათები გააკეთეთ, მოხარშეთ, არ შეწვათ ცხიმში, მოხარშეთ, გრილზე შეწვით, ისე მირთვით, ხო? ვიცით, რომ ქართველებს გემრიელი ჭამას მაგვიყვარს, მაგრამ იმ გემრიელობების უკან რა მოდის მერე და რა იმალება თქვენს ხო კარგად იცით, ამიტომ ხდება კუჭნაწლავის პრობლემები. მერე რაც მთავარია, ადამიანი რო დაჯდება სუფრაზე იქნება თუ სუფრასთან იქნება თუ სადილზე დაჯდება, ხო? და ჭამს, აი, დღეში ერთხელ შეჭამს და ჭამს არანორმალურად, მთელი დღის ნორმას და ჭამს ჩქარ-ჩქარა. ეს საერთოდ საშინელებაა. ნელა ჭამეთ, ხალხო, ნელა დაღეჭეთ ლუკმები, ნელა დაღეჭეთ და დაღეჭილი ლუკმა გადაუშვით და გადაყლაპეთ, ხვდებით, იმიტომ რომ რაქნას კუჭნაწლავმა როგორ მოერიოს, ჯერ ამდენ საკვებს და მერე ნახევრად დაუღეჭავს საკვებს, ანუ ეს საშინელებაა. ამიტომ ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა. რას მივიღებთ, რას შევჭამთ, რა რაოდენობის წყალს დავლებთ. დღეს ერთი ადამიანი მირეკავს და მეუბნება, რომ საერთოდ დღეები ისე გადის, რომ წყალი არ მინდებაო, სითხეს ვიღებ ჩაის და ყავის სახით. ნუ აი შოკი დამემართა და რომ მოვიდა ჩემთან და გაუზომე ის 9 პარამეტრი რაც იყო, საერთოდ წყლის რაოდენობა მის ორგანიზმში იყო 23, რომელიც 50 და 60 უნდა ქონდეს. ამ წარმოგიდგენიათ, ეხლა რას განიცდის მისი ორგანიზმი, ამიტომ ყველაფერს აქვს თავისი მნიშვნელობა რა. რაღაც ზღაპრებში ნოიცხოვრებთ გეხვეწებით და ვამსხვრიოთ ეს მითები, რასაც ვჭამთ ის ვართ. ამიტომ კუჭნაწლავიც მოგიწესრიგდებათ, მეტაბოლური სისტემაც მოგიწესრიგდებათ, წონაც არ გაგექცევათ და იქნებით იდეალურად. ჭამეთ სვით დაბალანსებულად, ვინ გიშლით ბატონო, არც არავინ, უბრალოდ ზომიერება. ასე რომ გაითვალისწინეთ ჩემი რჩევები და ამჯერად წაგადგება. გადაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც, ბევრმა ნახოს, ბევრმა მოისმინოს. ვასწავლოთ ერთმანეთს რაღაც. შეიძლება ბევრი არ კადრულობს ჩემ გასწავლებას, არც ამაზე მაქვს პრობლემა, რა სისულელეა. სხვას მოусმინოს, მეც სხვებისგან ვისწავლეთ და დღემდე ვსწავლობ. ასე რომ ჩემო კარგებო, თუ გეტყვით რომ ჩემი დახმარება გჭირდება, თუნდაც იმ პრობლემების მოგვარებაში, რაც არის წონა, წონის მატება, წონის კლება, ხო? შეგიძლიათ მომწეროთ პირადში და ერთად მოვაგოროთ ეს პრობლემა.